რა ქვია, გამარტივებული ცხოვრება და მომსახურეობა. დაარიგდეს ესენი ყველა სკოლაში მიიტანეს. გუშინ იყო 7 საათამდე. თავის ტკივილებით წამიყვანეთ. დღეს 2 ქალი წევიყვანეთ, გავასვენეთ აქიდან. რამდენ უნდა ვიდგეთ? 2 დღეა გავარ. შეხედე რამხელა 120 და 200 მიათესი არის. რა ეს სირცხვილი არ არის, ეს სამარცხვინო არ არის. სიგნებთან დაკავშირებით 2 დღეა წიგნი ვერ ავიღე. 2 დღეა. მოიტანო სკოლაში და დაარიგდა. ამას ქვია გამარტივებული ცხოვრება. ეს არის ჩვენი ხვეწი. ჯერ არის და ფული ისე უნდა არიშავება ეს ფული. მე ვიშოვდა წიგნიც ამისანა დღეში ახლა მე წამალი დამჭირდება 500 ლარის ალბათ. თუ რომელი ის მომწევს ახლა მე ისა რა ქვია. რაღა უნდა ვთქვა კაცო მეტი რაღა უნდა ვთქვა. გადმოვარდები აქ და 200 მეათი ადი თუ 200 მეოცე ახლა კიდე იმაშობო. რომელი კლასის მეოთხე ისწავლობს. რა არის ეს არის სამარცხვინო ამბავი. ზესტაფონში ამდენი მაღაზიები, ამდენი სკოლები და მეორე გუშინ მე-6-ში გევიხსენეთ, მე-6 საშუალოში იქაც მივედი, იქაც დიდი რიყი, აგამო მთელი დღე დღეს გავარ დილი და საღამოზე. პატრონი რომ მივიდეს სახში, ბავშვი რომ მივიდეს სახში, პატრონი არავინ არ ყავს. ვის დაუტოვო? 2 დღეა ვდგევართ და ვერაფერი ვერ გავაწყვეთ. რა ვქნათ? საცოდავ დღეში ვართ ხალხი და როდემდე ვიდგეთ ახლა ამ სიცხეში აქ? ძალიან ცუდ დღეში ვართ. გვიშველეთ რაღაც, ან სახელგამში შევიტანოთ ეს და ან რაღაცა სკოლაში გადაეცით, რომ მივიდეთ და ვიყიდოთ. გაახონ ეს დასაბუთი პაჟერო ჩვენ წევიყო საერთოდ. მე-4 კლასში. მოგცენ ამის უფრო გაახოს 1-2 გამყიდველია შეგიძლიათ. ჯერ 100 ლარის წიგნი გჭირდება, კაცო და როგორი საშოვნელია ამ გაჭირვების დროს და მე ეხლა კიდე ასეთ უნდა ვიდგეთ ამ 35 გრადუს ტემპერატურას სიცხეში. შოროპნის სკოლა ვარ, შენ შემოგევლე, რა გავაკეთო? ამას ქვია კანონი, ამას ქვია სამართალი. წამიკითხე დასტა აგერ ვდგავარ დილიდან. ანის პანჯერა გააღოს, რომ დავქცეს ნება რომ გავყიდოთ. ვიყიდოთ წესიერად. ანტა გადმოგზავნოთ ჩვენ სკოლებში ხო შეიძლება? მოგცე რომ ჩვენ ევიღოთ ჩვენ თვითონ ჩვენს ფულს ვიხდი, არავინ ჩუქნის. იეპი და იმხელა ფასებად ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს. ვერ ავდივართ. 250 ლარი მიჯდება მე-9 და მე-7 კლასის წიგნები. ფულს არ ჩუქნიან ესე და მოგცეს იმ სკოლაში ამხელა რიგში არ ვიდგე. დილის პერიოდს გავარ ჯერ ვერ შევახციე იქამდე და თუ კი კაი ცხოვრება გვინდა, ეს არის კაი ცხოვრება, ამაზე ძახიან. წიგნები 10 ლარზე ზეით არ იყო, მაგრამ რეულებს აქვს სამაგიეროდ მე დამატებული ფასები, ასე რომ არც ერთი წიგნი არ გამომსვლია 10 ლარად. ზოგი წიგნი დამიჯდა 15, ზოგი 17 და ზოგი მეტი. რამდენი შვილი ყავს სკოლის მოსწავლე? 2 შვილი მყავს სკოლის მოსწავლე. და რამდენად მოახერხეთ? მე-7 კლასის წიგნში გადავიხადე კომპლექტში 117 ლარი და მე-12-ში ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ არ მქონდა მაგდენი საშუალება. ჯერ ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ რიგი არის საშინელი და 2 დღეა ვდგავარ. მე ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ 10 ლარამდე ეღირება წიგნიო და 10 ლარზე მეტი ეღირა. 10 ლარზე მეტი ღირს ყველა წიგნი. ქართულის წიგნის მოყვება 3 რვეული, თითო რვეული 5 ლარზე მეტი ღირს და სადღაც 20 ლარამდე მიდის. დიდი ბოდიში. ამ წიგნებთან დაკავშირებით თავდანო კეთება, თავპირის მკვლევა რო არის სკოლაში. სულ ერთი წამი, ყველაფერი მოხერხდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.